200 წლის წინ რუსეთში ცხოვრობდა უდიდესი წმინდანი, მასწავლებელი და კაბალისტი რაბი შნeur ზალმანი ლიადიდან. მას ასევე უწოდებენ ალტერ რებეს ან ადმორ ჰაზაკენს. ის ებრაელებს ასწავლიდა ხასიდიზმს და დაწერა ერთობ მნიშვნელოვანი წიგნი თანია, რომელშიც გადმოგვცა ხასიდიზმის ფილოსოფია. ეს წიგნი იმდენად ფართოსფეროს მომცველი და იმავდროულად ლაკონურია, რომ მას ხშირად ხასიდიზმის დამწერლობით თორასაც უწოდებენ. ხასიდიზმის მოძრაობა ხაბადის დასახელება, რომელიც ადმორ ჰაზაკენმა დააარსა, არის აბრევიატურა სიტყვებისა ხოხმა, სიბრძნე, ბინა, გაგება, აზროვნება, დაყათ, ცოდნა, რომლებიც აღნიშნავენ ინტელექტის სამ უმაღლეს დონეს. დღესდღეობით ასობით ათასი ხაბადის მიმდევარი აგრძელებს აქტიურ სულიერ მუშაობას. ხაბადის მოძრაობა შორს გასცდა რუსეთის, ევროპის, ამერიკისა და ისრაელის საზღვრებს და მოედო ყველა კონტინენტს: აზიას, აფრიკას, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიას. იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ებრაელების ძალიან მცირე რაოდენობა. მათი მდგომარეობა უკიდურესად გაჭირვებული იყო და იმისათვის, რომ მათთვის დახმარება აღმოეჩინა, რაბი ფულს აგროვებდა და მათ უგზავნიდა. იმ პერიოდში ისრაელი თურქეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. იგივე პერიოდში რუსეთი გააფთრებულ ომს ეწეოდა თურქეთის წინააღმდეგ. ახლად ფეხადგმული ხასიდიზმის მოძრაობის წინააღმდეგ ებრაელთა ერთ-ერთმა ჯგუფმა რუსეთის ხელმწიფესთან დაასმინა რაბი შნeur ზალმანი, იმ მოტივით, რომ ის თითქოს დიდ საშიშროებას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიისათვის, რადგანაც ეხმარებოდა მტერ სახელმწიფოს, ანუ თურქებს. ეს იყო ცრუბრალდება, რის გამოც რაბი დააპატიმრეს და დამწყვდეულ იქნა პეტროპავლოვსკის ციხესიმაგრეში. სუქოთის ბოლო დღეს, გვიან ღამით, რაბის სახლს შავი ეტლი მიადგა, რომელიც განკუთვნილი იყო მეტად საშიში დამნაშავეებისათვის. შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა რაბი ეტლში ჩასვეს და პეტერბურგის ციხისაკენ გაეშურნენ. პარასკევს, შუადღის გადასულს, რაბიმ სთხოვა ეტლის გაჩერება, რათა შაბათისთვის მომზადების საშუალება მისცემოდა. დაცვის უფროსმა მტკიცე უარი განუცხადა და გზა გააგრძელა. რათა რაბის შაბათი არ დაერღვია, გამჩენმა სასწაული მოახდინა. უცაბედად ბორბალი დაიშალა და ეტლი გაჩერდა. მაშინ ოფიცერმა უახლოესი სოფლიდან ხელოსნები მოაყვანინა, რომელთაც ბორბალი შეაკეთეს. როგორც კი ეტლი ადგილიდან დაიძრა, ერთი ცხენი უეცრად უცულოდ დაეცა და გზის გაგრძელება კვლავ შეუძლებელი გახდა. მეეტლეს ვერ გაეგო ცხენის სიკვდილის მიზეზი და იძულებული შეიქნა ისევ უახლოეს სოფელში ახალი ცხენი შეეძინა. მაგრამ ცხენებმა ეტლი ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან. უფროსი ოფიცერი დარწმუნდა რა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო და მიხვდა, რომ რაბი წმინდანი იყო, სთხოვა მას, რომ ეტლის გზის პირას გადაყენების უფლება მიეცა. რაბი დათანხმდა და ასე გაატარეს მთელი შაბათი. შაბათის გასულს ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელეს გზა პეტერბურგის ციხისაკენ. რაბი შნeur ზალმანი არაერთხელ დაეკითხა, რომლის დროსაც იყო დასმული შეკითხვები მისი ცხოვრებისა და რწმენის შესახებ. განსაკუთრებულ ინტერესს გამომძიებელთა შორის იწვევდა, როგორც მათ მიაჩნდათ, ხასიდიზმის ახალი სწავლება, რომელსაც რაბი ქადაგებდა. იმ ღრმა აზრის პასუხებიდან და არაჩვეულებრივი მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ციხეში, სასამართლო ბრალმდებლებისათვის მალე ნათელი გახდა, რომ რაბი არაჩვეულებრივი პატიმარია, არამედ უდიდესი და წმინდანი ადამიანი, ნამდვილი ინტელექტუალური გიგანტი. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც კარგად იცოდა ბიბლია და ებრაული წესჩვეულებები, მეტად დაინტერესდა ადმორ ჰაზაკენზე მონაყოლითა და გაგებულით და გადაწყვიტა პირადად გასაუბრებოდა მას. რებეს სიბრძნემ და ხიბლმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩინოვნიკზე და რებეს თხოვა აეხსნა ფრაზა ბერეშითიდან. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „აი ექა, სად ხარ? ნუ თუ არ იცოდა გამჩენმა სად იყო ადამი. თქვენ გჯერავთ?“ კითხა ალტერ რებემ, რომ თორა მუდმივია და აქტუალურია ყოველთაობაში და ყოველ ადამიანთან მიმართებაში. ჭეშმარიტად, უპასუხა ჩინოვნიკმა. მაშინ თქვა რებემ: „აი ამით ახსნა. ყველა დროში ყოველ ადამიანს გამჩენი ეძახის და ეუბნება: სად ხარ? სადაა შენი ადგილი ამ ქვეყნად? ყოველ ადამიანს გამოყოფილი აქვს გარკვეული რაოდენობა სიცოცხლის წლებისა, რათა აკეთოს სიკეთე კაცობრიობისათვის და გამჩენისათვის. თქვენ იცით რა უნდა გაგეკეთებინათ ცხოვრებაში და რა გააკეთეთ. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ უფალმა მოგიწოდათ ანგარიშის ჩასაბარებლად. თქვენ იცხოვრეთ და რაბიმ დაუსახელა ჩინოვნიკის ზუსტი ასაკი და რა გაგიკეთებიათ ამ წლების განმავლობაში, რა ჩაგიდენიათ სასარგებლო ცხოვრებაში. ჩინოვნიკი აღფრთოვანებული იყო ახსნით
და იმითაც, რომ რაბიმ ზუსტად დაუსახელა მისი ასაკი. ადმორ ჰაზაკენს ხელი ჩამოართვა და აღტაცებით შესძახა. ბრავო! პეროპავლოვსკის ციხე, რომელშიც რაბი იყო მოთავსებული, ნევის ერთ-ერთ კუნძულზეა აგებული. ერთხელ რაბი დასაკითხად ნავით გადაყავდათ. გვიანი ღამე იყო და ცაზე ნათლად ჩანდა ბადრი მთვარე და რაბიმ მოინდომა მთვარის კურთხევა. მან ნავის 2 წუთით გაჩერება ითხოვა. უფროსი ოფიცერი ცივ უარზე იყო. მით უმეტეს, რომ ნევის დინებიდან გამომდინარე ეს პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. და აი სასწაული, ნავი თავისით გაჩერდა. რებემ მოიცადა და ნავი ისევ ადგილიდან დაიძრა. რაბიმ ხელმეორედ მოითხოვა ნავის გაჩერება. ამჯერად უფროსი ოფიცერი დათანხმდა ერთი პირობით, რომ რაბი მას დალოცავდა დიდხანს სიცოცხლეზე. რაბიმ ფურცელზე რამდენიმე სტრიქონი დაწერა და ოფიცერს გაუწოდა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა შეწყვიტეს ნიჩბების მოსმა და ნავი ადგილზე გაჩერდა. რებემ წარმოსთქვა მთვარის კურთხევა, მისი დალოცვა ასრულდა და ოფიცერმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. ორი წმინდანი ესტუმრა რაბის ციხეში, ბაალ შემ ტოვი და მაგიდი მეჟრიჩიდან. რებემ კითხა, რის გამოა ჩემ თავს ყოველივე ეს, რა ჩავიდინე, რომ დამაპატიმრეს. მათ აუხსნეს, რომ ყველაფერი იმის გამოა, რომ მან დაიწყო თორის საიდუმლოებების ხასიდიზმის გავრცელება. მაშასადამე შეუწყვიტო? ეკითხა რაბიმ. არა, უპასუხეს მათ. გააგრძელე, უფრო მეტი შემართებითა და ძალისხმევით. 19 ქისლევს დასრულდა რებეს პატიმრობა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ მასთან საკანში, სწორედ იმ მომენტში, როდესაც რაბი თეილიმში კითხულობდა სიტყვებს და დაიხსენი მშვიდობით ჩემი სული, დააცნობეს, რომ იგი თავისუფალია. სასიხარულო ამბავი მოედო მთელ ქალაქს. ხასიდები ქუჩებში გამოვიდნენ ცეკვით. ეს იყო ნამდვილი სიხარული და სიმხიარულე. მას შემდეგ ხასიდიზმი უფრო მეტი შემართებით ვრცელდებოდა ებრაელებს შორის. ყოველ წელიწადს მთელ მსოფლიოში ზეიმობენ 19 ქისლევს, როგორც თავისუფლების დღესასწაულს, ხასიდიზმის ახალ წელს.